მოგესალმებით, მე ვარ სოფო ოდიკაძე. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა მიგრანტთა საერთაშორისო დღე. როგორც მოგეხსენებათ, 18 დეკემბერს მიგრანტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრებს ქართული ემიგრაციის მეცნიერ-მკვლევარი მარია მარჯანიშვილი. მოგესალმებით, მარია. მოგესალმებით სოფო, სასიამოვნო არის რომ თქვენი ახალი გადაცემის პოდკასტის სტუმარი ვარ. საინტერესოა დღეს საქართველოში, როდესაც მიგრანტების ჭარბი რაოდენობა გვყავს, ჩვენ ვიწყებთ აი ამ საინტერესო თემით საუბარს და მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. 2000 წელს გაეროს მიერ 18 დეკემბერი გამოცხადდა მიგრანტთა საერთაშორისო დღედ. მიგრანტთა საერთაშორისო ორგანიზაცია კი 1951 წელს ჟენევაში დაარსდა, რათა მეორე მსოფლიო ომის შედეგად გადაადგილებულ ხალხს დახმარებოდა და 2016 წლის სექტემბერში მიგრანტთა საერთაშორისო ორგანიზაცია გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიგრაციის სააგენტო. ამჟამად ორგანიზაციაში 165 წევრი სახელმწიფო და 8 დამკვიდრებული სტატუსის მქონე სახელმწიფოა. 1993 წელს საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისია დაფუძნდა და მათი მოქმედების ძირითადი სფეროა მიგრაცია და განვითარება, მიგრაციის ხელშეწყობა, მიგრაციის რეგულირება და იძულებითი მიგრაცია. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ეს არის სახელმწიფოთა შორისი ორგანიზაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას მთავრობებისა და მიგრანტათვის სტრატეგიული და პროპაგანდული საჭიროების უზრუნველსაყოფად. საერთოდ სიტყვა მიგრაცია მოგეხსენებათ ნიშნავს გადასახლებას და ეს არის როგორც ქვეყნის შიდა და მის ფარგლებს გარეთ, რომლის სტატისტიკურად აღირიცხება საზღვრების გადაკვეთით და განასხვავებენ მუდმივ მიგრაციას, დროებით მიგრაციას, სეზონურ, ხანქანურ და გარე იძულებით მიგრაციებს. მიგრაციის გამოწვევი მიზეზები შეიძლება იყოს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, რელიგიური, სოციალურ-კულტურული და ბუნებრივ-ეკოლოგიური. მიგრაციის პარალელურად არსებობს ასევე ემიგრაცია, რაც გადასახლებას ნიშნავს, მაგრამ გადასახლებას სამშობლოს ქვეყნის გარეთ. თუ მიგრაცია არის შიდა და გარე, ეს მხოლოდ გარე არის. ემიგრანტთა ყველა ხალხისათვის დიდი და ტყინეული პრობლემა არის, მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. ისტორიულად ქართველი ხალხი თავის მიწა-წყალს ყოველთვის მეტისმეტად იყო მიჯაჭვული და ემიგრაცია საქართველოში დაკავშირებული იყო ისტორიულ ბედუკომართობასთან. პირველი ქართველები სამშობლოს საძიებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-19 საუკუნის 60-იან წლებში წავიდნენ. ეს იყო რუსეთის პატყომობის გაუქმებისა და ამერიკაში სამოქალაქო ომის დამკვიდრების შემდგომ. თავდაპირველად ემიგრაცია ერთეული პიროვნებები იყო, შემდგომ ეს პატარა ჯგუფები გახდა და მე-20 საუკუნეში უკვე მასიური ემიგრაცია დაიწყო. დიდ ჯგუფებად ჩაითვლება გურული ცხენოსნები, რომლებიც ცირკის არენაზე გამოსასვლელად ჩავიდნენ ამერიკაში და რაჭველები, მიწისმუშები სიეტლის რკინიგზის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. გურულები კოლორადოს შტატში იყვნენ, ხოლო რაჭველები კი ქალაქ სიეტლში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მომდევნო წლებში მათ ემატებოდათ რაჭის, რეჩხუმის, იმერეთიდან, სამეგრელოდან და სვანეთიდან ჩამოსული ქართველობა, ხოლო ჩინეთში ხარბინის ქართული კოლონია შეიქმნა და იქვე დასახლდნენ. ყველაზე დიდი ნაკადი 1921 წლის საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჩავიდა ევროპასა და ამერიკაში. ყველა ესენი პოლიტიკური ემიგრანტები გახდნენ და აქედან იწყება უკვე 1921 წლიდან უკვე იწყება პირველი ტალღის ათვლა, ანუ პირველი ტალღის ემიგრაცია და პირველი ტალღის ემიგრაციისათვის ტომოები შეიქმნა ევროპასა და ამერიკაში. აქედან გამომდინარე საელჩოებიც გაიხსნა, ეს იყო საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, გერმანია, შვეიცარია, ბელგია, რუსეთი, თურქეთი, არგენტინა, მანჯურია. ასეთი ფართო ტალღა ემიგრაციისა განაპირობა დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაცია. პირველი ტალღის ემიგრანტთა ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის, მათი რიცხვი დაახლოებით 3000-4000 კაცით განისაზღვრება. სწორედ ამ ქართულმა დიასპორებმა, რომელიც ევროპასა და ამერიკაში შეიქმნა,
მრავალი ახალი კერა შექმნეს, როგორც პოლიტიკის, მეცნიერების, ხელოვნების და სხვადასხვა სფეროებში, და კიდევ უფრო დაამდიდრეს ნაციონალური შემოქმედება. ხოლო საქართველოში უკვე ქართული ემიგრანტული ისტორიის, ლიტერატურის, ჟურნალისტიკის ხელოვნების შესწავლა 90 წლიდან იწყება და მისი გამგრძელებლები უკვე საქართველოში სხვადასხვა სფეროს მეცნიერები არიან. გამოცემული გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით წიგნები. მოგესაუბროთ მათ შესახებ. 1990 წლიდან დაიწყეს ქართული ემიგრანტული ლიტერატურის კვლევა და მეც მერგო პატივი იმ მეცნიერ მკვლევართა რიგებში ჩამდგარიყავი, რომლებიც აი ამ საკითხებზე მუშაობდა. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის ემიგრანტთა წერილები და მე არაერთი ეპისტოლარული ჟანრით მიუძღვენი ნაშრომები ამერიკაშსა და ევროპაში მოღვაწე ქართველ ემიგრანტებს. მნიშვნელოვანი არის ასევე ის ისტორიები, რომლებიც ცოცხლდება და ის სამართლებრივი ისტორიები, რომლებსაც ისინი გულწრფელად ყვებიან, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდის დროს ის ტაბუდადებული ქართული ემიგრაციის თემა ტაბუდადებული იყო და ხშირ შემთხვევაში ისინი ქვეყნის მოხალატეებად იყვნენ შერაცხულები. ასე რომ ის საქმე, რასაც ვაკეთებთ ჩვენ ქართული მეცნიერები და შემოქმედებითად გვეძლევა საშუალება და დავაბრუნოთ, ეს თვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ქართულ მწერლობასა და მეცნიერებაში.